ესე იგი მეგობრებო, ამ TikTok-ში ყველა ჭამს და მეც უნდა ვჭამო. მე არ ვიცი თქვენ გაგისინჯიათ თუ არა. ვაშლი და პური. ესე იგი ისე მიყვარს, ვერ წარმოიდგენთ, ერთხელ გასინჯეთ. ეს ის სასწაული ვაშლია. მე რო ბავშვობას მაგონებს. თურმე საინტერესო ყოფილა TikTok-ს როცა წერდა თან ჭამ. ვითომ საინტერესო ამაში არაფერი არ არის, რატო გამოიგონეს ნეტა. აი კიდე რა უნდა დავლიო. ძალიან გემრიელია. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ამას რატო ვჭამ? საჭმელი არა მაქვს და იმიტომ თუ აი ესეთ ხასიათზე ვარ. არა მაქვს საჭმელი და ვჭამ ამას, მაგრამ გემრიელად. ამაზე ამბობენ საშინელებაო. მაგრამ მაინც ვჭამ. მომშაო გემოაქვს ამ ვაშლს. და არის ძალიან არომატული. ისეთი სურნელი აქვს, რომ სულაც არ ყოფილა ძნელი. ნახეთ რა ლამაზი რაღაცა მაქვს. გავიდა 3 წუთი ვინ უყურებს ამ ხელა ვიდეოს. გაშეშთა ჩემი TikTok-ი აღარ იწვრის 116,400 მყავს და მივმართავ TikTok-ის დირექტორს თუ დირექცია. იყოს გაშეშებული არ დავეწებ. საერთოდ არ მაღელვებს აღარაფერი. იმიტომ აღარ მაღელვებს, რომ ესეთი უბედურება ხდება დედამიწაზე. აი ესე მშვიდად ეხლა ბაშს და მაწონს რო ვჭამ და მაწონს კი არა რა ქვია ამას. და პურს ამაშიდაც კი ბედნიერებას ვხედავ. ხვალ მივდივარ თბილისში. მიხარია. და ასე 4 წუთი გახდა უკვე. გინდა უყურეთ, გინდა არა, გინდა დამძრახეთ, გინდა არა. რაც გინდათ ის გააკეთეთ, რაც თქვენს გულს გაუხარდება. მერე თუ ინანებთ არაუშავს, ისწავლით. შეიძლება ვერც ისწავლოთ. გაგიმარჯვოთ, გაიხარეთ, მიყვარხართ.